დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 30 სექტემბერია, სამშაბათი, ეთერშია ერთსლოვდების დილა, გეგენა მშიწვერძესთან და სოფიო კუჭავასთან ერთად ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. დილამშვიდობისა, მშვიდობიან, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას და რა თქმა უნდა ტრადიციულად შევეცდებით საინტერესო რადაცემა შემოგთავაზოთ. ვიდრე გაგაცნობთ რადაცემის ანონსს, ნახოთ პირველ რიგში საეკლესიო კალენდარი და გავიგოთ ვისი ხსენიებს დღეს 30 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი 67 ეკლესია. 30 სექტემბერს წმინდა მართლმადიდებელი 60 ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამეებს პისტის, ელპიდის, აღაპის და მათ დედას სოფიოს, წმინდა მოწამეებს თეოდოტიას და აღათოკლიას, წმინდა ლუკი აქვრივს და მის სულიერ ძეს, წმინდა მოწამე გერმინიანეს, წმინდა იოაკიმეს, ალექსანდრიელ პატრიარქს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას დილოსავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. პირველი სტუმარი მოძღვარი იქნება შემოგვერთდება საერმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი იაკობ მუჯირი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე ქრისტეს ღმერთად აღიარების შესახებ. გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვიერთდება საზოგადოებრივ კოლეჯ სპექტრის ხელმძღვანელი მათე ტაკიძე და სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ახალი პროექტის შესახებ ისწავლე და დასაქმდი. ასევე პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე გვექნება მასთან ერთად საუბარი და რა თქმა უნდა უფრო დაწვრილებით მისგან შევიტყობთ სიახლეების შესახებ. მეფე ვახტანგ მე-6-ის დაბადებიდან 350 წლის იუბილეს ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა გაიხსნა. ღონისძიების შესახებ ჩვენი ჟურნალისტის ნინი გელაშვილის სიუჟეტიდან შევიტყობთ, რომელსაც გადაცემის მსვლელობისას ვნახავთ. 19 და 21 სექტემბერს გალობის უნივერსიტეტის გუნდი იტალიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობდა. ახალგაზრდების საერთაშორისო წარმატების შესახებ გუნდის წევრები თავად მოგვიყვებიან და ასევე მოვისმენთ მათი შესრულებით მუსიკალურ ნომრებსაც. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი, გავიგოთ როგორი ამინდი გველოდება დღეს სრულიად საქართველოში და ამინდის პროგნოზის შემდეგ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში.
დაუბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვიერთდა საირმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი იაკობ მუჯირი. დილამშვიდობისა მამა იაკობ. დილამშვიდობისა. დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, მნიშვნელოვან თემაზე, ეს არის ქრისტეს ღმერთად აღიარება. საინტერესო ალბათ და მეც უფრო გასაგებად, ჩვენთვის გასაგებად დაწვრილებით თქვენ გვეტყვით ამასთან დაკავშირებით. იყვნენ ალბათ ადამიანები ბუნებრივია იმ პერიოდშიც, როდესაც ქრისტე განკაცდა და დედამიწაზე მოღვაწეობდა, რომლებიც აღიარებდნენ მის ღმერთობას და ასევე არ აღიარებდნენ. აი რა შეიძლება ვთქვათ, რომ გავიხსენოთ და ვუთხრათ და შევახსენოთ მაყურებელს, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, როგორი იყო მათი ცხოვრება და ჯეროდა თუ არ ჯეროდათ ქრისტეს განკაცების შემდეგ მისი ღმერთობის. მადლობა კითხვისთვის. ქრისტეს სამქვეყნიური მოღვაწეობა ისევე ხასიათდება როგორც ჩვეულებრივი ადამიანის მოღვაწეობა, რას გულისხმობ ახლა დავაკონკრეტებ. ჩვენ როდესაც ახლობელი ადამიანი საზოგადო მოღვაწე იქნება თუ უშუალო ჩვენი ახლო პიროვნება, ოჯახის წევრი, მეგობარი ან სხვა, როდესაც გარდაიცვალება ზოგადად ადამიანი, მისი სიტყვის, მისი საქმის, მისი წინასწარ რაღაც ნაუწყები, ასე ვთქვათ, სწავლების თუ ინფორმაციის გააზრება ხდება მოგვიანებით. დიახ. ამიტომ ქრისტეს შემთხვევაშიც იგივე მოხდა, რომ როდესაც ქრისტე ჯვარს ეცვა, ძალიან ბევრი რამ ახსენდებათ მერე მოციქულებს. ძალიან ბევრ რამეს იგონებენ, ბევრ პარალელებს ასე ვთქვათ აკავშირებენ. და ასე ვთქვათ, მერე ხდება იმ ყველაფრის გააზრება, რომელიც დღევანდელი ასე ვთქვათ მოცემულობით ჩვენ მოგვეცა ახალ აღთქმისეულ სწავლებაში. ჩვენ ახლა როდესაც გადავშლით წმინდა წერილს, ეპისტოლებს, პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს, რომ ყრმათაცა ეზიარა ხორცითა, ღმერთი გამოჩნდა ხორცითა. ანუ ქრისტემ მიიღო ადამიანური ბუნება და განკაცდა ღმერთი. მაგრამ აი ეს ისტორიული კონტექსტი, როდესაც ქრისტე განკაცდა და მოღვაწეობდა, ძალიან საინტერესოა. ძალიან ბევრი რამ იყო, ასე ვთქვათ, გასარკვევი. ვინ არის ქრისტე? პირველი კითხვა არის ესეთი, ხო? აი, როდესაც კონკრეტდება, რომ ქრისტე არის მესია, ანუ იეშუა, ხსნელი. მერე კიდევ სხვა კითხვა ჩნდება. ანუ ჩვენ ახლა წარმოვიდგინოთ, რომ არ ვიცით პავლე მოციქულის ეპისტოლი, არ გვაქვს ნახადაგები ეს ეპისტოლარული სახით ქრისტე მოღვაწეობს, გვსმენია რომ ის განკურნებს ადამიანებს, ძლიერია საქმითა და სიტყვითა, სხვათა შორის ამას ჯვარცმის შემდეგ ამბობენ მოციქულები, რომელი იგი იყო ძლიერი საქმითა და სიტყვითა. მაგრამ აი ესეც არ არის ისეთი მახასიათებელი, შეიძლება ითქვას, ძლიერება საქმითა და სიტყვით, რომელიც ჩვენ დაგვაკონკრეტებინებს და გაგვაგებინებს იმას, რომ ქრისტე არის ღმერთი. იმიტომ რომ ძლიერი საქმითა და სიტყვითა იყო ძალიან ბევრი მართალი ადამიანი, ბევრი წინასწარმეტყველი, ძლიერი იყო აბრაამიც თავისი საქმით და სიტყვით, ძლიერი იყო ესაიაც, იერემიაც და სხვაებიც, ეზეკიელი, მაგრამ ღმერთები ბუნებრივია ისინი არ ყოფილან, ანუ არ განკაცებულან როგორც ღმერთი. ამიტომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. როდესაც მე ასეთი მოღვაწეები მინახავს და ქრისტესგანაც ვხედავ დაუშვათ სასწაულს აღსრულებულს, ქრისტეს წინასწარმეტყველებს, როგორც ესაია, როგორ უნდა გავიგო, რომ ქრისტე არის ღმერთი? ეს ძალიან ისეთი კითხვა არის. კიდევ ერთხელ ამბობ, ვიცით რომ მესია. აი ეს მესიაც კიდე ისე იყო გაგებული იმ დროისათვის, რომ ბევრი წახნაგი ქონდა ამ გაგება. შეიძლება მესია გავიგო დაუშვათ სამედიცინო თვალსაზრისით, რომ მე მიშველის და გადამარჩენს ანატომიურად, როდესაც რაღაც მტკივა ამას განკურნავს. სხვათა შორის ეს ფუნქცია ძველი აღთვის მღვდლებს ჰქონდათ, როდესაც ადამიანი კეთრით იყო დაავადებული, ქრისტე პირდაპირ ეუბნება განკურნებულს, რომ წარვე და უჩვენე თავი შენი მღვდელსა და მღვდელი თუ დასტურებდა, რომ ის განკურნებულია, ჩვეულებრივ საზოგადოებრივ ცხოვრებას უბრუნდებოდა. იგი წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქიდან იყო გარიყული, გეოგრაფიულად დაშორებული და სადაც კეთროვანთა სამყოფელი იყო, იქ იმყოფებოდა. ასე რომ აი რისგან მიხსნის ქრისტე ანატომიურად დაუშვათ დიაგნოზს დამისვამს, რომ კეთროვანი აღარ ვარ, თუ პოლიტიკურად გადამარჩენს, იმიტომ რომ რომის იმპერიას ვყავართ დაპყრობილი ჩვენ, თუ კიდევ სხვა მხსნელი უნდა გავიგო ამაში, რომ დაუშვათ სულიერად გვიხსნის იგი. აი ეს კითხვები ქრისტეს მოღვაწეობის დროს ბუნებრივია ჩნდებოდა და აი ეს პოლიტიკური მხსნელობა ძალიან მოდური და აქტუალური იყო მაშინ. ჩვენ ვიცით ქრისტეს მოღვაწეობის დროს, ქრისტეს მოღვაწეობამდე იყო ესეთი პიროვნება ბარ კოჰემი, ბარ კოხბა, სხვა ესე ამბობს, ანუ ის
ასე ვთქვათ, პოლიტიკური მოძრაობის მოთავე იყო, რომელიც მთელ ისრაელს აღუთქვამდა, რომ რომის იმპერიის ტყვეობიდან გაათავისუფლებდა. იუდა, ანუ არა ისკარიოტელი, არა ქრისტეს დამოწაფებული, არამედ სხვა იუდა შეიძლება ითქვას, როგორც გიორგია გავრცელებული საქართველოში და რომელიმე სხვა დავითი, და უშუალოდ ასეთი გავრცელებული სახელი იყო იუდა იაკობისი და იუდა ისკარიოტელი, ანუ 12-თაგან უკვე 2 იუდა როდესაც არის, ჩვენ ვიცით რომ მიგვანიშნებს ის იმაზე რომ ფართოდ გავრცელებული სახელია. ასევე სხვა იუდა არის ნახსენები, იუდა, თევდა, ეს უკვე საქმე მოციქულთაშია ახსენებული, რომ ეს ადამიანებიც მსგავსი მესიანობით, ანუ პოლიტიკური გადამრჩენელობით და ამ სლოგანით იყო ცნობილი საზოგადოება შეიძლება ითქვას. და როდესაც მე მესმის მხსნელი, შეიძლება გავაიგიო ამ პოლიტიკურ მხსნელთან. დიახ. როდესაც მესმის მესია, რომელ მესიაზეა საუბარი კიდევ ერთხელ ვამბობ. აი ეს მინიშნებები მესიასთან დაკავშირებით, კი არა თუ მინიშნება, არამედ როგორც მამები განმარტავენ, ეს არის პროტოევანგელური უწყება, ანუ სახარებამდე სასიხარულო უწყება, რომ ღმერთი დაიბადება, ნახეთ, დაიბადება ქალწულისაგან, ესაია ამბობს ამას, ანუ წინასწარმეტყველებს. აჰა, ესე რა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, ქალწულისაგან იშვება. და მისი სახელი იქნება ემანუელი, რაც ნიშნავს თარგმანებით ღმერთის ჩვენთან მყოფობას. აი ეს უკვე სხვა მოცემულობაა. მაგრამ არის ის ქრისტე, ვიზეც ესაია წინასწარმეტყველებდა. გესმით, რამდენი ასე ვთქვათ, სულიერი თუ ინტელექტუალური თუ პოლიტიკური ლაბირინთი არსებობდა. აი ამას, როდესაც ამ კონტექსტს გავიაზრებთ, ამის ფონზე აბსოლუტურად ლოგიკური და ლეგიტიმურია კითხვა მარკოზ მახარებლის მიერ გაჟღერებული, რომელიც იხსენებს მარკოზის სახარებაში მოწაფეთა შორის არსებულ დიალოგს ქრისტესთან დაკავშირებით, ვინ არის ესე? ვინ არის ეს? ანუ სანამ სულიწმიდის მადლი მოეფინებოდა მოციქულებს, სანამ ისინი სამოციქულო მოღვაწეობა შეუდგებოდნენ, იქამდე იყო მოსამზადებელი, ანუ წინა მოსამზადებელი პერიოდი საამისოდ, სამოციქულო ღვაწლისათვის და სანამ ეს სტატუსი ექნებოდათ მოციქული, იქამდე იყვნენ მოწაფეები და მოწაფეებს, ანუ 12-თა შორის არსებობს დილემა და კითხვა, ვინ არის ეს, ანუ ქრისტე, რომელსაც ემორჩილება სტიქია, რამე თუ ქარნიცა და ზღვაიცა ერჩიან მას. აი ეს სწავლება, სახარებისეული, არა ჰიპოთეზა და უშუალოდ არა რაღაცა ეგზეგეტური წიაღსვლა, არამედ კონკრეტული ჭეშმარიტი უწყება მახარებლის მიერ ნაუწყები და სხვა მრავალი კიდევ ძალიან ბევრ რამეზე გვაფიქრებს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვიცით სახარება არ არის აუცილებელი ღრმა განმარტების შესწავლა. რა თქმა უნდა, ისეც კარგია, მაგრამ მე იმის თქმა მინდა რომ ზედაპირზეც კი ჩანს ეს კითხვები, როდესაც სახარებას ჩვენ ვკითხულობთ და ვეცნობით თუ რა პრობლემა იყო და რა ისტორიული კონტექსტი განაპირობებდა ამ პრობლემების შექმნას. ბუნებრივია თავად მოწაფეებს უნდა ერწმუნათ ხომ პირველ რიგში. რა თქმა უნდა, მაგრამ არ იყო ეს ადვილი. მე მინდა მოციქულთა ღვაწლი წარმოვაჩინო ამით და თუ რაოდენ დიდი გმირობა იყო ქრისტეს მოღვაწეობის დროს ქრისტეში ღმერთის დანახვა. ეს არის მთავარი და არა მათი დაკნინება დაუშვათ რომ მათ ეს კითხვა ქონდათ. ეს კითხვა ჩვენ გვანუგეშებს პირიქით, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი ბატონო უნდა გაჩნდეს ალბათ. გაჩნდეს და ეს კითხვები ეხლაც აქტუალურია. და ამ კითხვებთან მიმართებაში აქტუალური, ასე ვთქვათ, განმარტება და ფიქრი ჩემში პირადად განაპირობა იმან რომ მრევლის წევრები ეკლესიაში მყოფი ადამიანებიც მსგავს კითხვებს აჟღერებენ. დიახ. რომ არის თუ არა ქრისტე ღმერთი, მომიგوارებს თუ არა პრობლემას, დაუოჯახებელი ვარ და დაოჯახდები თუ არა, რომ დაოჯახდი შვილიერი ვიქნები თუ არა, ღმერთი ამ პრობლემას მომიგوارებს თუ არა. და აი, ნახეთ როგორი დამოკიდებულება ადამიანი ყოველთვის ღმერთის ძლიერებას პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, გარემოებასთან ან პირად ოჯახურ მდგომარეობასთან აკავშირებს. ისრაელიერი ფიქრობს, რომ თუ კი ღმერთი გამიძღვება როგორც ალამი, ანუ როგორც ასე ვთქვათ, საბრძოლო დროშა წინ და დაამარცხებს ჩემს მტერს, ესე იგი ჩემი ღმერთი ღმერთთა შორის რეიტინგში პირველია. იმიტომ რომ პოლითეიზმი არის იმ დროს, ეგვიპტეს მისი ღმერთი ყავს, ისრაელს მისი ღმერთი ყავს, რომელია ჭეშმარიტი ღმერთი წყდება იმით, ვინც მოიგებს ბრძოლას. და ჩვენ რა თქმა უნდა ამ დროში აღარ ვართ. ანუ მე თუ ნაკლები სამედიცინო დახმარება და ჩარევა დამჭირდება და ამ პრობლემას ღმერთი მომიგوارებს, მე ვტკიცდები რწმენაში. თუ მე კარგად ვცხოვრობ მეტნაკლებად, მაგრამ პრობლემა მაქვს, მე მიჩნდება კითხვა ღმერთთან, ღმერთო, რატომ არ მიჩნდება დაუშვათ შვილი? რატომ გარდაიცვალა მამაჩემი?
და ასე შემდეგ. ეს კითხვები თუ კი ღმერთი არსებობს, ასევე ღმერთთან მიმართებაში ჟღერდება. და აი ეს კითხვები ჩვენ გვაფიქრებს ძალიან ბევრ რამეზე. დღევანდელ დღემდე ამის თქმა მინდა. ეს არ არის უბრალოდ გააყენებული თემა, რომ მარკოზის სახარება გავიხსენოთ და თურმე მოციქულებს ოდესღად მოწაფეობის პერიოდში ქონდათ ეს კითხვა და ჩვენ ამას ვიხსენებთ. არა, რადგან ქრისტე ღმერთია, ქრისტესთან მიმართებაში გუშინ დღეს და ხვალ არ არსებობს. იმიტომ რომ ღმერთი ქრისტე ნიშნავს ღმერთს და ღმერთი დროზე აღმატებულია. პავლე მოციქული ამბობს იესო ქრისტე გუშინ და დღეს იგი თავადია რსუკუნისამდე. აი ეს დროითი კატეგორია, დროითი შემოსაზღვრულობა არსებობს ჩვენთვის და არა ღმერთისათვის. ამიტომ იგი უცვალებელია. შეიძლება მე დავბერდე, გავჭაღარავდე, ნაოჭები გამისდეს, მე გარდავიცვალო, იქამდე პატარა ვიყავი, მაგრამ ღმერთი უცვალებელია. აქედან შეიძლება ყოფილიყო მამა იაკობ თქვა, თან წარმოადგენდა თუ არა რაიმე საშიშროებას ან საფრთხეს ქრისტეს ღვთაებრიობა, ასე ვთქვათ, და როგორ პასუხობდა ეკლესია ერესებს. ესეც საინტერესო იქნება. რა თქმა უნდა და პირველი პრობლემა რა თქმა უნდა იყო ის, რომ ღმერთი განკაცდა და მე არ ვიცი რომ ღმერთი ჩემ გვერდითაა. ამას რომ თავი დავანავე, წარმოიდგინეთ დავუშვათ მინდა ინგლისური ენის შესწავლა და საუკეთესო სპეციალისტი არის ჩემ ფაკულტეტზე, ჩემ გვერდით და მე დავემოწაფე სხვას. სხვისგან ვისწავლე ინგლისური, ცუდი გამოთქმით, ცუდი გრამატიკით, არა, ასე ვთქვათ, იმ აკადემიურ დონეზე, როგორც უნდა მესწავლა. გადის წლები და ხვდები რომ მე ცუდ მასწავლებელთან გავატარე წლები და ვერ ვისწავლე ენა სათანადოდ. და ეს არის პრობლემა. და თქვენ წარმოიდგინეთ სულიერი თვალსაზრისით რამხელა პრობლემა ეს, როდესაც ღმერთი იყო ჩემ გვერდით, განკაცებული იყო და ვერ ვხედავდი რომ ღმერთთან უნდა მქონოდა ახლო ურთიერთობა და ვაცვი ღმერთი ჯვარს, რაც ლონგინოს ასისთავის ცხოვრებაში გამოვლინდა და ასევე სახარებაში არის ნაუწყები და ვინც მე ჯვარს მივალურსმნე, მე მივხვდი რომ ის ღმერთია. თუმცა არც ეხლა აგვიან, იმიტომ რომ ღმერთი მოწყალეა და ვამბობ რომ ჭეშმარიტად ზეღმრთისა იყო კაცი ეს. ეს რამხელა პიროვნული ტრაგედიაა. და მით უმეტეს სამწვალებლობასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ. რაოდენ დიდი გაუკუღმართება, როდესაც ღმერთთან მიმართებაში სხვა წარმოდგენას მიქმნის ადამიანი. ყოლაწმინდა ღვთისმშობელთან მიმართებაში მიქმნის სხვა წარმოდგენას. აი მაგალითად მეუბნება რომ ღმერთმა ასე ვთქვათ მოიცვა ადამიანური ბუნება და მოჩვენებითად მიიღო ადამიანური სახე და როდესაც ჯვარს ეცვა, მას ტკივილი არ განუცდია. ეს არის ტყუილი ღმერთთან მიმართებაში. ამიტომ თუ მე ეს დავიჯერე სწავლებლური სწავლება, რა თქმა უნდა ღმერთთან მიმართებაში გამოდის რომ ღმერთის მიერ გაჟღერებული სიტყვები მწყურის, ღმერთო ამარიდეს სასმისი, ელოი ელოი ლამა საბაქთანი, ღმერთო ღმერთო ჩემო რა ისათვის დამიტევე მე, როდესაც მან როგორც ადამიანმა ტკივილით წარმოთქვა სიტყვები ყოფილა თვალთმაქცობა, როგორც მოციქულები ამბობენ, როგორც წმინდანები ამბობენ, ნუ იყოფინ, ანუ ნუ რასოდეს ნუ წარმოვიდგენ ჩვენ ასე. ამიტომ ეს ძალიან დიდი საცდურია, როდესაც ასეთი რამ პარალელურად არსებობდა. და რა იყო ამის მიზეზი? პირველი ის რომ ამ პარტაუნება მე ასე ვთქვათ, მაქვს პრეტენზია იმის, რომ ჩემი გონება და ჩემ გონებაში მომწიფებული აზრი ამოწურავს საღვთო საიდუმლოებას და მე ამას ზეპირსიტყვიერად გავაჟღერებ თავით თვისით, ანუ უშუალოდ ჩემი ნიჭიერების სხვა ხარჯზე და არ ვიღებ ყურად საღვთო სწავლებას. ყველა დოგმატური სწავლება არის სულიწმინდის მიერ ნაკარნახევი. როდესაც რომელიმე ასე ვთქვათ, საღვთისმეტყველო სწავლება, რომელიმე საეკლესიო კრებაზე პირველ, მეორე თუ სხვა დანარჩენ კრებებზე, ასე ვთქვათ, იყო დადგენილი საღვთისმეტყველო სწავლების თვალსაზრისით, აი ესე იბეჭდებოდა, შეიძლება ვთქვა ეს სწავლება, ჯერ უჩნდა სულსა, წმინდასა და ჩვენსა. ნახეთ როგორი სიტყვები, ანუ ღმერთმა მიიჩნია ასე და ჩვენ ვემორჩილებით ღმერთს. ეს ახალ აღთქმისეული სინამდვილეა და ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველი ამბობს, ამას სიტყვის უფალი. ანუ მე კი არ მოვდივარ და გეუბნებით რომ ქალწულისაგან იშება ღმერთი და მისი სახელი იქნება ღმერთის ჩვენთან ყოფობა, ანუ ემანუელი. არამედ ღმერთმა მითხრა რომ იქნება ასე. გესმით, ავტორიტეტულობა, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა უკავშირდება ღმერთს და არა ესაიას, იერემიას, ეზეკიელს და სხვას. ამიტომ აი ეს კითხვა მე ისე იმას მინდა დაუბრუნდე, რაც დასაწყისში ვახსენეთ, რომ ღმერთი გამოჩნდა ხორცით და ჩვენ ეს ახლა ვიცით. პავლე მოციქული ამბობს, რომ
ყრმათაცა ეზიარა ხორცითა. პეტრე მოციქული ამბობს, რომ ქადაგა სულთა საპყრობილეში. მაგრამ ეს დღევანდელი მოცემულობა და კიდევ უფრო ვიაზრებთ ამ ფონზე, ამ ისტორიულ ფონზე, რაოდენ დიდი წყალობა, როდესაც გიდასტურებს მოციქული. თავთა მოციქულები, პეტრე და პავლე გეუბნება, რომ ქრისტე ღმერთია. ეს დილემა, ეს კითხვის ნიშნები, ეს ასე ვთქვათ, გაუკუღმართების საცდური ჩვენში აღარ არსებობს. თუ წმინდა წერილს მე დავემოწაფები, თუ მე მას წავიკითხავ და გავეცნობი. ამიტომ ამ თემაზე საუბარი ამ ღირსებითი კატეგორიით უნდა განვიხილოთ, რომ ეს არის ძალიან დიდი წყალობა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი კითხვა. მე მინდა სხვა მაგალითები გავიხსენო წმინდა წერილიდან, როდესაც კითხვები ჩნდება. ქრისტესთან მიმართებაში, აი მაგალითად, მოღვაწეობის ბოლოს იოანე წინასწარმეტყველი წარაგზავნის მის პირად მოციქულებს, რომლებიც მისი მოწამეობის შემდეგ ემოწაფებიან ქრისტეს და ეუბნება ესეთ სიტყვებს, შენ ხარ მომავალი, ანუ სხვა სამოველოდეთ. და არის ერთ-ერთი განმარტება, რომ თვითონ იოანე წინასწარმეტყველს ჰქონდა, ასე ვთქვათ, კითხვა. რომ ვისაც მე ცხოვრება მიუძღვენი, ვიზეც ვქადაგებდი განმზადენით გზანი უბლისანი და წრფელყვენით ალაგნი მისნი, ვის გამოც ასე ვთქვათ მე მთელი ცხოვრება ვქადაგებდი, მართლა მესია თუ არა? ეს არის ერთი განმარტება, ერთ-ერთი მოსაზრება, კერძო აზრი, რომ მას სიკვდილის წინ საპყრობილეში მარტო დარჩენილს ჰქონდა ესეთი ბრძოლა. მაგრამ არსებობს მეორე განმარტება, რომ იოანე ისეთი განმტკიცებული იყო სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, რომ მას ასეთი კითხვის ნიშნები არ ჰქონდა. ეს კითხვა, ამ კითხვის გაჟღერება ემსახურებოდა მოწაფეების განმტკიცებას და როდესაც მოწაფეებმა მოისმინეს ქრისტესაგან დასტური და დამოწმება, რომ ის არის ღმერთი, მაგრამ არა იმ პასუხით, რომ დიახ მე განკაცებული ღმერთი ვარ, არამედ ხე ნაყოფით იცნობა, ეს პრინციპი იოანესგან მოდიოდა. ყოველი ხე, ასე ვთქვათ, იოანემ გააჟღერა და ამ, ასე ვთქვათ, სწავლების ავტორი თავადვე მათი მოძღვარი იყო. ხე, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოიკვეთება და ცეცხლზე დაიდება. ეს პრინციპი ძალიან ნაცნობია იოანეს მოწაფეებისთვის, ამიტომ გლახაკებს ეხარების ქრისტე ამბობს და სნეულნი ვლენან და აი ეს არის ჩემი მოღვაწეობის ნაყოფი, ირიბად ამას ეუბნება. ესე იგი, ეს იმ აღმატებულ მდგომარეობაზე მიგვანიშნებს, რომელიც სხვაობს ელიას მოღვაწეობისგან, რომელმაც დაუშვათ ქვრივის ზე აღადგინა, სხვაობს ეზეკიელის მოღვაწეობისგან, სხვაობს ესაიას მოღვაწეობისგან და ამით იმდენად გაზრდილი იყო იოანეს მოწაფეები და მომზადებულები იყვნენ სულიერად, აი ამ პასუხით ისინი განმტკიცდნენ სარწმუნოებაში და მოწაფეებს რომ ეს ჭირდებოდათ, ამაზე მეტყველებს ის, რომ იოანეს თავის კვეთის შემდეგ ისინი ხდებიან ქრისტეს მოწაფეები. ანუ რეალურად მეორე ეგზეგეტიკა, მეორე გაჟღერებული აზრი, რომ არა იოანეს, არამედ მის მოწაფეებს ჭირდებოდათ ამისი, ასე ვთქვათ, დადასტურება, ეს უფრო მართებულია სახარებისეულ სწავლების თანახმად. მეორე, როდესაც იოსების ძეები, ქრისტეს ძმებად წოდებულები ეუბნებიან მოციქულებთან ერთად ქრისტეს, რომ ადი იერუსალიმში და შენი თავი განუცხადე ერს. რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ ერს ჭირდება, რა თქმა უნდა, ქრისტეს განცხადება, რომ ქრისტე ღმერთია, მაგრამ მათაც ჭირდებათ რწმენაში განმტკიცება. ამიტომ აიაკობ, აი აქ ჩნდება კითხვა, რომ რამდენად საკმარისი არის, რომ მე ვაღიარო იესო ქრისტეთ და არის თუ არა, ვთქვათ, ცალკე ის, რომ მე მივიღო იგი როგორც მოძღვარი და მისი სწავლებები გავითვალისწინო, მისი ცხოვრება. ძალიან კარგი კითხვა. არამართმედიული სწავლების თანახმად არის ესეთი სწავლება, რომ თავარია რომ ქრისტე ღმერთად ვაღიარო და მე უკვე ცხოვნებული ვარ და თავარია მისი აღიარება იყოს ადამიანის მხრიდან. მართლმადიდებლური სწავლების თანახმად ამ აღიარებას მოყვება ღვაწლი, საკუთარი თავის უარყოფა და როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ძალისაებრ ბაძვა ქრისტესი. აი ძალისაებრ ბაძვა ქრისტესი არის სხვადასხვა საფეხურის მქონე. სხვა პასუხისმგებლობა აქვს ერის ადამიანს, სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ სასულიერო პირებს. როდესაც ქრისტეს შეურაცხყოფენ, როდესაც ქრისტეს უსამართლო მსჯავრს განუჩინებენ, როდესაც ქრისტე ჯვარცმისათვის გაიმეტეს. ესაია წინასწარმეტყველი წინასწარ ამბობდა, რომ როგორც ცხვარი კლვად მიიგრებოდა, ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგوارა და უხმობელი ესრეთ არ აღაღებს პირსათვის, ანუ კრავივით შეიწირა, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწია
მასზე მოძალადეებს. ეს არის ყველაზე დიდი მაგალითი, რაც კაცობრიობის ისტორიაში შეიძლება ყოფილიყო. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ადამიანის, ასე ვთქვათ, ღვაწლი. როდესაც დაუშვათ სიკვდილი მიესაჯა სოკრატეს, მოისყიდა მისმა მოწაფეებმა საკნისმცველები და ჰქონდათ მასთან სიკვდილის წინ დიალოგი და ღირსეული პასუხი იყო დაუშვათ სოკრატეს მხრიდან, მაგრამ ქრისტე რა მაგალითად ჩვენ გვაძლევს, აი ამ მაგალითზე ყველაზე მეტად და ყველაზე ნათლად ამბობს წმინდა წერილი ისევ დავით მეფსალმუნის ფსალმუნი მინდა გავიხსენო ამ ღვაწლთან დაკავშირებით საოცრად არის ნათარგმნი ამის, ანუ შენ გავიწროვებდნენ, შენ ჯვარცმას ცდილობდნენ, დავით მეფსალმუნის ასე ვთქვათ, შინაარსი ფსალმუნის არის ეს, ვითარცა ძაღლნი გარემო გადგეს შენ, კვარცა ჩემსაზე და განიგდეს წილი და რა არის ქრისტეს პასუხი ამ ყველაფერზე? ამისთვის მაღლად მოიქეც. ანუ აი ეს არის ყველაზე დიდი სულგრძელების მაგალითი გვაჩვენე ჩვენ. და ეს არის სახთო მოქმედება შეიძლება ითქვას, როდესაც მე ასე მავიწროვებენ, როდესაც ასეთი კრიტიკულია ჩემი ყოფა. მე ასეთი სულგრძელება შემიძლია გამოვავლინო მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ღმერთი ვარ. ადამიანს ასეთი სულგრძელების და მიტევების და მიუტევა მამაო რამე თუ არაიციან რასა იქმან ამის თქმა ადამიანს არ შეუძლია, იმიტომ რომ მე რამოდენიმე წუთი და წამი მაგ დარჩენილი, ჩემი ანატომიური ბიორესურსი ამოწურულია, უსამართლოდ მომექცა ყველამ, კლავენ, ცინიკურად, ყველაზე უკანასკნელი სასჯელი და მე მას მიუტევებ. გესმით ეს რა მდგომარეობაა? ამიტომ ამისთვის მაღლად მოიქეც არის ყველაზე დიდი სიტყვები, რაც აი ამ წინადადებაშია გადმოცემული ქრისტეს მოღვაწეობასთან დაკავშირებით. მამა იაკობ, აი სოფიომ წეგან გაამახვილა ყურადღება საფრთხეებზე და ამ კუთხით რომ გავაგრძელოთ ჩვენი საუბრის ბოლოსკენ. კვლავ საუბარი ამ საკითხზე. იმ სიკეთესთან, რეალობასთან ერთად, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, რაც მოჰყვა ქრისტეს განკაცებას საზოგადოებისთვის. პარალელურად ხომ არ გაჩნდა საზოგადოებაში პრობლემა და საფრთხე მათი აზროვნების კუთხით და რას გულისხმობ. აი როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი თანამედროვე ადამიანების სხვები, ბევრი ადამიანი ძალიან კარგად ცხოვრობს. მათ ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვთ. ეს ხომ არ აჩენდა სხვა ადამიანებში ისეთ განცდას, რომ მოდი მე არაფერს გავაკეთებ, ჯანმრთელობის კუთხით ღმერთი დამეხმარება, ღმერთი გამაკეთებინებს ამ საქმეს. ამ კუთხით ხომ არ ჩნდებოდა ადამიანების აზროვნებაში პრობლემა, რომელიც შეიძლება დღესაც ჩვენს რეალობაში არსებობდეს, ხომ ეს პრობლემა? მე ღმერთს დაველოდები, ხელს არ გავანძრევ და ის რა მიკეთებს საქმეს. რა თქმა უნდა, იცით რა არის? ადამიანის ინტელექტი განაპირობებს გარკვეულწილად ღმერთისადმი მის შეხედულებას. არის პრიმიტიული შეხედულებები. აი მაგალითად, სხვარი დაუპირდი ღმერთს და თუ სხვარი არ შევწირე, მე პრობლემა შემექმნება. ნახეთ როგორი მომენტია. დაუშვათ ჩვენ ვართ ახალ გაცნობილი თანამშრომლები და უახლოეს მომავალში არის თქვენი დაბადების დღე. მე არ გიცნობ თქვენ სათანადოდ. გაჩუქეთ საჩუქარი დაბადების დღეზე და ეს საჩუქარი არის აბსოლუტურად ისეთი რამ, რაც თქვენ სფეროს და თქვენ ინტერესს არ უკავშირდება. ეს შეცდომა დაუშვი იმის გამო, რომ მე არასათანადოდ გიცნობ თქვენ. სწორედ იგივე არის აი ღმერთთან მიმართებაში ცხვრის შეწირვაც. მე მიმაჩნია რომ ღმერთი ითხოვს ჩემგან ცხვარს. და ამიტომ დავუპირდი ღმერთს ამის შეწირვა. და ღმერთს რა უნდა ჩემგან? გული შემოსრული და სული შემოსრული ღმერთთან არა შეურაცხყოს. აი ეს პრიმიტიული წარმოდგენა კიდევ ანტიკურ პერიოდშიც არსებობს თუ ფილოსოფიურად განვიხილავთ. აი თუ ადამიანს ნახავთ, რომელსაც აქვს ხატვის ნიჭი. ერთ-ერთი ფილოსოფოსი ესეთ მაგალითს იგაურ სახეს წარმოაჩენს, მაგრამ აქვს სმენის პრობლემა. ბუნებრივია პრიმიტიული შეხედულებით ვიფიქრებ ასე, რომ ღმერთმა მას მისცა ხატვის ნიჭი, მაგრამ სანაცვლოდ მისგან წაიღო სმენის, ასე ვთქვათ, ნიჭი, ანუ ჯანმრთელობა. ამიტომ ეს არის პრიმიტიული შეხედულებები და არ უნდა ვიხემძღვანელოთ ამით, რომ თუ ის კარგად არის, აბა ღმერთი სად არის და მე რომ ღმერთი მახსოვს, რატომ ვავიწყდები ღმერთს? ამიტომ, როდესაც იყო ღელვა ნავზე, მოციქულები ეუბნებიან უფალო არ აიღუწია რამე თუ წავწყდებით ჩვენ, ანუ შენ უზრუნველი ხარ ღმერთო. ღმერთო გძინავს შენ ჩვენი პრობლემების პარალელურად. ნახეთ, ქრისტე არის მათი მოძღვარი, დაღლილი არის ჩაძინებული ნავში, ამოვარდება ღელვა და მოციქულები ეუბნებიან რომ შენ მოგანდეთ მთელი ცხოვრება. კი მართალია დიდი ქონება არ მქონდა, ერთი ნავი მქონდა და რამოდენიმე ბადე და ვთევზაობდი, მაგრამ რასაც მეუბნები, იმას ვაკეთებ, მოყვები შენ.
და შენ ამ დროს, როდესაც ჩემი სიცოცხლის საფრთხე დგას, გძინავს ღმერთო. რა თქმა უნდა, ისინი ამ კადნიერებას აჟღერებენ იმის გამო, რომ ბოლომდე კიდე არ იციან, რომ ღვთის წინაშე არიან. მაგრამ როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე ღმერთია, ჩვენ მაინც გვიჩნდება ეს კითხვები, რომ ჩვენი პრობლემის დროს ღმერთს ძინავს. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისა და საინტერესო საუბრისთვის, მამა იაკობ, დაგმშნელებით. საირმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი იაკობ მუჯირი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ერთ-ერთ ავავინოთ უბლისადებელი ლოცვა და შემდგომ უკვე დაგიბრუნდებით, როგორც დაკვირდით, გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად დაგვეულდეთ. ამოჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მეუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო, ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. გრძელდება ერთსულოვნების დილა, შემოგვერთდა საზოგადოებრივ კოლეჯ სპექტრის ხელმძღვანელი მათე ტაკიძე. სტუმართან ერთად კი ვისაუბრებთ ახალი პროექტის შესახებ, ისწავლე და დასაქმდე. და ასევე რა თქმა უნდა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე. დილა მშვიდობის მოგახსენებთ მოგზადებისთვის. მადლობა თქვენ. მოდით საზოგადოებას ვამცნოთ და უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ თუ რას მოიცავს თავისთავში ეს პროექტი. ძალიან საინტერესო პროექტია თბილისის მერის გადაწყვეტილებით და ეს პროექტი რამოდენიმე წელიწადი ხორციელდება და უფრო ინტერესი იჩენს მოსახლეობა ამ პროგრამის მიმართ და როდესაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, თავდაპირველად დავიწყეთ ბიზნესთან კომუნიკაციით და ურთიერთობით, ანუ სანამ ჩვენ გამოვაცხადებთ რომელიმე ტიპის პროგრამას, მანამდე ხდება გამოკვლევები ბიზნესთან თუ რა ტიპის დეფიციტი აქვს სხვადასხვა სექტორულ მიმართულებებში, ამის შემდგომ ჩვენ ერთობლივად ვაკეთებთ შემდეგ ამ მიმართულების პროგრამებს, გავდივართ ვალიდაციას ჯერ ბიზნესთან, შინაარსობრივ ნაწილში და ამის შემდგომ ვღებულობთ სახელმწიფო ავტორიზაციას და შემდგომ უკვე იწყება ეს პროექტი. პროექტს თავიდან ბოლომდე აფინანსებს თბილისის მერია, პროგრამის დასახელება გახლავთ ისწავლე და დასაქმდი. შესაბამისად მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დავუშვათ ჯერ კიდევ დასრულებული არ არის რეგისტრაცია და სრულდება 1 ოქტომბერს ყველა მიმართულებაზე გახლავთ საკმაოდ სერიოზული კონკურსი, რაც ნიშნავს იმას, რომ პროფესიული განათლების მიმართულებით მზაობა არის მომატებული აშკარად და მე ციფრს მოვიყვან, ახლა დამთავრდა გრძელვადიანი პროგრამების რეგისტრაცია სულ რაღაც ერთი კვირის უკან პროფესიულ განათლებაში და მინდა გითხრათ წინ მიღებიდან განსხვავებით 27%-იანი მატება არის, ეს არის უზარმაზარი ციფრი, საკმაოდ სერიოზული არის და ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მიმართულებით პროფესიული განათლების და წარმოიდგინეთ, რამდენად პრაგმატულად აზროვნებს უკვე ის თაობა, რომელიც დღეს მოდის და მათ უნდათ, რომ უნარების ამაღლების შემდგომ და კვალიფიკაციის მიღების შემდგომ დასაქმდნენ წარმატებულად კეთილდღეობა გქონდეთ და შესაბამისად ბიზნეს მოთხოვნაც საკმაოდ გაზრდილი არის. შესაბამისად ეს პროექტი, რომელსაც ისწავლე და დასაქმდი ქვია, აქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ერთი მხრივ მოსახლეობას, რომელსაც უნდა დასაქმება და ეძებს სამსახურს და მეორე თვალსაზრისით ბიზნესს, რომელიც ანალოგიურად ეძებს, იმიტომ რომ დეფიციტური პრობლემებია ბიზნეს მიმართულებაში, არ არსებობს სექტორი, სადაც არ იყოს ეს პრობლემა. საკმაოდ სერიოზული ძიება მიდის, რომ მოვიძიოთ ბაზარზე ის ადამიანები, რომლებიც შემდგომ დასაქმდებიან რომელიმე კონკრეტულ ბიზნესში. ამიტომ ამ პროექტის მნიშვნელობა არის განუსაზღვრად კარგი და ძალიან საჭირო. გამომდინარე აქედან, რომ ანუ ადამიანები მოდიან, საქმდებიან, ჯერ ღებულობენ კვალიფიკაციას, შემდგომ საქმდებიან. მე მოსახლეობას და თქვენს მაყურებელს ვაუხსნა, ესე ვაკეთებთ, როცა კონკრეტული რომელიმე პროგრამა კეთდება, ამ პროგრამას ჯერ ერთობლივად ვაკეთებთ ბიზნეს სექტორთან ერთად, ისინი ამბობენ, რომ ზუსტად ესეთი გვინდა, ამ შინაარსის გვინდა, ამიტომ შეთანხმებული არის ბიზნესთან და ამის შემდგომ ჩვენ ვიწყებთ უკვე სწავლებას, რათა ჩვენ გავიდეთ შედეგზე, იმიტომ რომ თუ აცდენა მოხდა ბიზნეს
ბიზნესსა და პროფესიულ განათლებას შორის ბუნებრივია ეს ხედვები ვერ დაემთხოვა ერთმანეთს და ჩვენი მომზადებული კადრები ვერ იქნება რელევანტური. ამიტომ, როდესაც ბიზნესთან ეს კომუნიკაცია და ურთიერთობა გაგვაჩინა, შესაბამისად ძალიან სწორად მიმდინარეობს პროცესი, კარგად მიდის დასაქმება, საერთოდ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დასაქმების პროფესიულ განათლებაში გახლავთ 70% და ზევით. ეს არის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი. გამომდინარე იქედან, რომ მოთხოვნა იზრდება დღითი დღე, ძალიან ბევრი ბიზნესი შემოდის საქართველოში და ესევე მინდა მე მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვმარტო და უთხრა. იმდენად ბევრი ვაკანსიაა დღეს სამშენებლო მიმართულების სექტორში და არა მხოლოდ. მიმართულება არის სამედიცინო, იგივე დავუშვათ საექნო ან მედდა ან სანიტარი, იგივე მიმართულება ავტოინჟინერია, IT ტექნოლოგიები, რომელიც უზარმაზარი მოთხოვნილება გახლავთ, სოფლის მეურნეობა, სადაც საკმაოდ სერიოზულად ვითარდება ბოლო წლების განმავლობაში და ბევრი ინვესტიცია ჩაიდო აგრარულ სექტორში. ყველა ამ სექტორში თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არის უამრავი დეფიციტი და უამრავი ბიზნეს უჭირს ბიზნეს გაფართოება მხოლოდ ერთი თვალსაზრისით, რომ მათ არ აყავთ შესაბამისად მომზადებული რაოდენობრივად ბევრი კადრი ყავთ, მაგრამ ჭირდებათ გაცილებით მეტი. ამიტომ უნდა ისარგებლოს მოსახლეობა ამ პროექტით, მით უმეტეს დღეს დედაქალაქში ისწავლე და დასაქმების პროგრამაში ჩართული არის რამოდენიმე კოლეჯი, ძლიერი კოლეჯები, მათ შორის ეს არის კულინარია სერვისი, მათ შორის არის ჭრაკერვა, დიზაინი, ტექსტილი და ესე შემდგომ, იგივე სოფლის მეურნეობის რომელიღაც გარკვეული ტიპის პროგრამები, ასე რომ იმდენად ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება დედაქალაქის მიმართულებით და მასშტაბით. სადურგლო, კერამიკა, ანუ ჩაშლილი ძალიან ბევრი დაახლოებით გეტყვით, რომ სადღაც 50 პროგრამაზე მეტი არის გამოცხადებული ჯამში მარტო დედაქალაქში ან თბილისის მერის პროგრამაში, ამიტომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი გემოვნებიდან გამომდინარე შეარჩიოს ის პროფესია, რომელიც მას ჭირდება და ძალიან წარმატებით განხორციელდეს მერე მისი დასაქმება ამ თუ იმ კომპანიაში. მithume როდესაც საქართველოში დღეს საშუალო ხელფას თუ ავიღებ ჩვენ და სტატისტიკა უკვე არსებობს, კარგად მომზადებული ადამიანი, რომელიც არის კვალიფიციური, საშუალო ხელფასი დღეს 1500 ლარიდან იწყება და მიდის ზევით. და მე მინდა ვთქვა, რომ თუ კვალიფიკაცია მაღალი აქვს ადამიანს, არც ერთი ადამიანი დღეს ამაზე დაბალ ხელფასზე აღარ მიდის. სამშენებლო ინჟინერიაში და ბიზნესში საკმაოდ სერიოზული მატება ამ თვალსაზრისით, თუ ადრე ბიზნესი მუდმივად ცდილობდა, რომ რაღაც გარკვეული IAP სპეციალისტები აიყვან, დღეს ესე აღარ ხდება, იმიტომ რომ ისინიც მიხვდნენ, რომ ჩვენ არც ესე მდიდრები ვართ ორჯერ გადავიხადოთ და იგივე ესე ვთქვათ ღირებულებაში, ამიტომ ჯობია რომ ყავდეს კვალიფიციური, მაღალი სტანდარტის მქონე მომზადებული კადრი, რომელსაც გადაუხდე სოლიდურ ხელფასს და რომელიც იცი რომ დაყრდნობილი ხარ შესაბამისად შენი ბიზნესი, მისი განვითარება, წარმოების ზრდა და ასე შემდგომ. ამიტომ ყველა ის ჯამურად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანს მივცეთ საშუალება გაცილებით მეტი წარმატება იყოს მისი მომავლისთვის. აი მათე ვინ ასწავლის დაინტერესებულ პირებს და დარეგისტრირებულებს? ყველაზე მთავარი კომპონენტი აქაც არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პედაგოგები იყოს მუდმივად გადამზადებული. აქ ორი მიმართულება გვაქვს. ერთი საერთაშორისო დონორებთან ერთად მუშაობთ, რომ გადავამზადოთ ან ჩამოვიყვანოთ სპეციალისტები. სახელმწიფო ჩაერთო ამ პროცესში და ისიც აფინანსებს. სახელმწიფო დონორი გახდა, რომ დავუშვათ კარგი სპეციალისტი გაცვლით პროგრამები იყოს და პედაგოგები გადაემზადონ, წამყვან ესე ვთქვათ მიმართულებებს სხვადასხვა წამყვან ექსპერტებთან და გარდა ამისა ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ბიზნესთან და მე მაგალითად ვიტყვი, რომ რამოდენიმე სპეციალობაში, როდესაც ჩვენ ვერ მოვიძიე სპეციალისტი, ბიზნესი დაგვეხმარდა, ბიზნესმა მოგცა თავისი კადრები საპრაქტიკული მიმართულებით. ეს ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობაც იყოფა, ანუ ბიზნესი თვითონ შემოდის ამ პასუხისმგებლობის ნაწილში და როდესაც მათი კადრი ჩართულია პროფესიული განათლების მიმართულებით არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ მათ პრაქტიკული გამოჩნდება აქვს უზარმაზარი, ძალიან დიდი თანამედროვე ტექნოლოგიებთან ცნობა და სხვა დონისა აქვს და ისინი თანხმდებიან, რომ მოვიდნენ ჩვენთან დაასწავლონ, იმიტომ რომ ჩვენ თუ ესე არ ვითანამშრომლეთ სხვა შემთხვევაში, როგორც ახლა ბიზნეს და ჩვენ ვამბობთ, რომ შრომის ბაზარზე არის დეფიციტი, ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ სპეციალისტები, ანუ კონკრეტულად მომზადებული მათი ინტერესი, ამიტომ ბიზნესი ამაში გვეხმარება აქტიურად და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შემოვიდანთ რამოდენიმე ახალი პროფესია, საერთოდ ახალი პროფესია, რომელიც საქართველოში არ იყო. აი მაგალითად გეტყვით, რომ არის ეგრეთ წოდებული ასე დიზელზე მომუშავე დიდი ტიპის გენერატორები, ძრავები, დიდი მოცულობის, რომელზედაც იმდენად დიდი მოთხოვნა აღმოჩნდა. ეს არის ჩვენს ასე ვთქვათ ძალიან ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან და რომელმაც არა მხოლოდ ასე ვთქვათ შინაარსობრივ ნაწილს შემოვიდა და გავაკეთე და არამედ ინვესტიცია გაიღო, ლაბორატორია შექმნა,
სტუდენტები თავისთან მიყავს ესევე საველე სამუშაოებზე და გარდა ამისა, მათი ორი ინჟინერია ჩამული ამ პროცესში. სხვანაირად წარმოუდგენელი იყო და წარმოიდგინეთ, როგორც კი გამოვაცხადეთ მიიღება ამ პროფესიაზე დაწყებული ბიზნესიდან დასრულებული სახელმწიფო უწყებებიდან იგივე დავუშვათ სანაპირო დაცვის სამსახური, რომელიც კატარღები, სადაც დიდი მოცულობის ძრავები აღმოჩნდა, რომ თურმე ბევრს სჭირდება ეს პროფესია. აბსოლუტურად ეს არის თავიდან ბოლომდე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან ერთად ბიზნესის სრული დამსახურება და ისინი რო არ ჩართულიყვნენ, უბრალოდ ფიზიკურად ვერ შეუძლებდათ გამომდინარე იქედან, რომ მათ ყავთ მაღალი დონის სტანდარტის სპეციალისტები და ინჟინერები, რომელიც ჩვენი პედაგოგები გახდნენ დღეს. პროფესიული განათლება თავისთავად წარმოშობს მალკვალიფიციურ სპეციალისტებს, რომთ მოთხოვნაც არის ბაზარზე რეალურად და ეს არის ხელშემწყობი იმის, რომ გარდა იმისა, რომ დასაქმდეს მოსახლეობა, ასევე ბიზნესისთვისაც არის ხოლმე თავისთავად ხელშემწყობა, რომ არ უწევს მიმართოს უცხო ქვეყანას, რომ მოიზიდოს შესაბამისი სპეციალისტები, არამედ ადგილობრივები, ქვეყნის მაცხოვრებლები და ასაქმო. მათთვის ეს კომფორტია და უფრო მეტის მე გეტყვით, რომ იყო ერთი პერიოდი ტენდენცია, როცა შემოყავდათ უცხოეთიდან სპეციალისტ და მე ამას შემიძლია თამამად თქვა თქვენს ეთერში ღიად, ჩვენს მიერ მომზადებული სპეციალისტები აბსოლუტურად განსხვავდებიან თავის ხარისხი და დონით და სტანდარტებით ნებისმიერ შემოყვანილი, ესე ვთქვათ, IAP მუშახელიდან, IAP სპეციალისტებიდან, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ჩვენთან ემზადებიან, ამთავრებენ, ისინი ღებულობენ კვალიფიკაციას, ხდებიან დიპლომირებული სპეციალისტები, მათ აქვთ აბსოლუტურად ყველა პირობა, რომ მაღალი სტანდარტი დააკმაყოფილოს, შესაბამისად, ესე ვთქვათ, ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენი სპეციალისტების ნდობა გაიზარდა, რა თქმა უნდა, ხელფასის მოთხოვნაც იზრდება, რა თქმა უნდა, შენ ხარ კვალიფიციური მომზადებული კადრი, შენ ითხოვ გაცილებით მეც ვიდრე სხვა და ეს ტენდენცია რო იყო ერთი პერიოდი მიმართულება, რომ შემოიყვანონ სპეციალისტები უცხო ქვეყნებიდან, ეს ტენდენცია ნელ-ნელა უკვე პრაქტიკულად შემიძლია თამამად თქვა, რომ უკვე თავრდება გამომდინარე იქედან, რომ ქართველი სპეციალისტები აბსოლუტურად განსხვავებულია. მიღება როგორ ხდება და თავისთავად გამართულია ლაბორატორიები, ახალ ტექნიკასთან მუშაობა და საინტერესო თემა ხდება, რომ ჩვენ გვაქვს საოცრად აღჭურვილი ლაბორატორიები, უთანამედროვე ლაბორატორიები, გვაქვს ბიზნესთან ძალიან კარგი წვდომა, ყველა ბიზნესკარი ჩვენთვის ღია არის, ამიტომ პროფესიული განათლება შედგება სამი ესე ვთქვათ ლაბორატორიული მიმართულება, ეს არის აგარემო, ბეგარემო და ცეგარემო, ანუ აგარემო, სადაც უსაფრთხოება და ყველა პირობა დაცული და სტანდარტები შექმნილი სტუდენტების კომფორტისთვის, მეორე სადაც არის ლაბორატორიები განთავსებული და ცეგარემო, სადაც ველი არის, ანუ საბელე სამუშაოების პროცესში, როდესაც შრომაზე დაფუძნებული სწავლება ხდება. ჩვენ ეს სამივე გარემო გვაქვს კიდე პრაქტიკული, სამივე გარემო გვაქვს მომზადებული ძალიან მაღალ სტანდარტებზე, ამიტომ სტუდენტებს იმდენად კარგი პირობები აქვს მათ შორის ველზე მუშაობის, პრაქტიკულზე მუშაობის, შემდეგ როდესაც ისინი მიდიან რომელიმე ბიზნესში, მათ არ უკვირთ არც აღჭურვილობა, არც თანამედროვე ტექნოლოგიები, არც CNC-ის თანამედროვე მართვის აპარატები და ასე შემდგომ, ეს ყველაფერი განთავსებულია კოლეჯში, ამიტომ ისინი ღებულობენ ამ ცოდნას ადგილზევე ჩვენთან, როგორც თეორიულად, ესევე პრაქტიკულად და კიდევ ერთი კომპონენტი, შრომის უსაფრთხოების კომპონენტი, ანუ რატოა ჩვენს მიერ მომზადებული სტუდენტი კომპანიისთვის მისაღები და კარგი, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი ადამიანის ღირებულების სიცოცხლე, მისი უსაფრთხოების დაცვა, ეს იცის ჩვენს მიერ მომზადებულმა კადრმა და ნაკლები ხდება, როგორც საწარმოო ტრამვა, ესევე რა თქმა უნდა ფატალური შედეგები, რომელიც სამწუხაროდ მომზადებლობის შემთხვევაში ძალიან ხშირად ხდებოდა. ხოლმე და ამიტომ მათ შორის შემოყვანილ ესე ვთქვათ სპეციალისტებსაც გამომდინარე, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენს მიერ მომზადებული კადრები და მე ვამბობ ამას მთლიან პროფესიულ განათლებაზე არის აბსოლუტურად განსხვავებული თავის სტარით და ხარისხით. და ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემა პასუხობს ყველა იმ სტანდარტს და მოთხოვნას, რომელიც არის დღეს, ესე ვთქვათ, მათ შორის საერთაშორისო. ვისაუბროთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, რომ რა არის თუ არა ასაკობრივი ზღვარი. ასაკობრივი ზღვარი მე შემიძლია უთხრა, ესე ვთქვათ, ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს, მოკლევადიან პროგრამებზე იგივე ისწავლეთ და დასაქმეთ 18 წელი უნდა კონდეს შესრულებული და რა თქმა უნდა მას დასრული უნდა იყოს, თუმცა მე ესევე მინდა მოსახლეობას მშობლებს, რომელიც გვიყურებენ, უნდა უთხრა, რომ გრძელვადიან პროგრამებში ჩვენ შემოვიდნენ და ახალი ინტეგრებული პროგრამა და რას ნიშნავს ეს. ბავშვი, რომელიც ამთავრებს საბაზრო განათლებას, დღეს საბაზრო განათლება არის მე-10 კლასი და ღებულობს საბაზრო განათლების ატესტატს, მას შეუძლია მომართოს პროფესიული განათლების სისტემას, ჩაირიცხოს რომელიმე ინტეგრებულ პროგრამაზე და დამთავრებისთანავე ის ღებულობს როგორც პროფესიული განათლების დიპლომს, ესევე საშუალო განათლების სასკოლო ატესტატს. ეს ნიშნავს იმას, რომ მას აქვს პროფესია, ის არის მაღალი უნარებით აღჭურვილი ადამიანი და კონკურენტუნარიანი ადამიანი და გარდა ამისა, ის ფლობს ესევე
საშუალო განათლების სასკოლო ატესტებს და მას თუ სურს დავუშვათ, რომ სწავლა გააგრძელოს აკადემიურად, რატომაც არა ამის სრული ესე ვთქვათ თანხმედრა არის, თუმცა ხშირ შემთხვევაში ჩვენ 4 ინტეგრირებული პროგრამა გვაქვს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კურსდამთავრებულების უმეტესობა დასაქმებულია ძალიან პატარა ასაკში. წარმოიდგინეთ 18 წლის ასაკში საქართველოში, როცა ადამიანს საკუთარი ცოდნით შემოაქვს შემოსავალი, რამდენად დიდი ღირებულება არის, ის არის კონკურენტუნარიანი, ჩამოყალიბებული პროფესიონალი და თუ მას უნდა შემდეგ სწავლა გააგრძელოს ან საქართველოში, ან უცხოეთში, მას აქვს პროფესია, მას აქვს შემოსავალი, ის არავისზე არ არის დამოკიდებული და მას თავისი შრომით, როგორც აქ ესევე უცხოეთში შეუძლია ყოველგვარი დახმარების და თანადგომის გარეშე გამოიმუშაოს საკუთარი, ასე ვთქვათ, შემოსავალი და გარდა ამისა, სადაც უნდა იქ ისწავლოს, როგორც უნდა ეს ფული ისე გახარჯოს და ასე შემდგომ. ეს მინდა უთხრა მოსახლეობას, იმიტომ რომ ეს ძალიან მაგარი საშუალება არის. ამაზე ისიც უთხრათ, ეს სწავლება უფასიანია თუ უფასო არის პროფესიული განათლება, როგორც გრძელვადიანი, ესე მოკლევადიანი მიმართულებით და არის აბსოლუტურად უფასო. თავარი თემა არის დონორი არის სახელმწიფო და გამომდინარეობს იქედან როგორც მოსახლეობის ხელშეწყობა, ესევე ბუნებრივია ბიზნეს კონდეს საშუალება შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და კიდევ ერთი ჩვენ მუდმივად გვისაუბრებთ თქვენს ეთერში ამ თემაზე შეშემპირების განათლების საკითხი და მე ვიცი თქვენ რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ ამას ყოველთვის შეშემპირების მიმართულებით ანალოგიურად არის სრული სერვისი დაღჭურვილი ჩვენ ვაფინანსებთ არა მხოლოდ მათ სწავლას უფასოდ არამედ ვაფინანსებთ ტრანსპორტირებას ვაფინანსებთ სანიტრის თუ საჭიროების შემთხვევაში მას ყავს სანიტარი ყავს დამხმარე ყავს ჟესტიკულაციის პედაგოგი მობილობის წვრთნელი ყველა ტექნიკური აღჭურვილობა იმისთვის თუ რა გამოწვევა აქვს და ამ გამოწვევიდან გამომდინარე ჩვენ მუშაობთ რომ მას შეუქმნათ პირობები კომფორტული შესაბამისად ესევე მინდა უთხრა რომ ის რაღაცნაირად სტიგმა რომელიც საქართველოში არსებობდა ჩვენ და დავანგრიოთ და მივცეთ საშუალება რომ ყველა მოვიდეს ყველა კოლეჯი მზად არის ამისთვის პროფესიული განათლება ღია იმისთვის რომ შეშემპირებისთვის შექმნას აბსოლუტურად კარგი გარემო. ერთი დღე დარჩა როგორც ახსენეთ ხომ რეგისტრაციის დასრულებამდე კიდევ ერთხელ რომ ვუთხრათ მაყურებელს როგორ შეუძლიათ რომ დარეგისტრირდნენ. ასე იგი იმდენად მარტივია რეგისტრაცია ქალბატონებო და ბატონებო თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ როგორც ყველა კოლეჯს რომელიც არის დედაქალაქში და უმარტივესად ონლაინ დაგარეგისტრებენ ისე რომ თქვენ არ დაგჭირდებათ კოლეჯში მისვლა. ხოლო შემდგომ უკვე შემდეგი ეტაპი არის თუ კონკურსია გასაუბრება, ისის მოტივაციური გასაუბრება, არავით არის ტესტირება, არ გახლავთ უმარტივესია და შემდგომ უკვე ჩვენ ვიწყებთ სწავლებას ამათვე მიმართულებზე. ამიტომ მობრძანდნენ ერთი დღე დარჩა, თუ სადღაც დღე ნახევარი ალბათ დღეს დახვალ და შესაბამისად შემდგომ უკვე ესევე მინდა უთხრა რომ გაზაფხულისთვის კიდევ გამოცხადება მედიის პროგრამა ისწავლეთ და დასაქმეთ. წარმატებებს გისურვებთ მოგზაურობისთვის. თქვენ შეგახსენებთ რომ საზოგადოებრივ კოლეჯ სპექტრის ხელმძღვანელი მათე ტაკიძე გახდათ ჩვენი სტუმარი. მეფე ვახტანგ მეექვსის დაბადებიდან 350 წლის იუბილეს ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა გაიხსნა. ღონისძიების შესახებ ჩვენი ჟურნალისტის ნინი გელაშვილის სიუჟეტიდან შევიტყოთ, ნახოთ სიუჟეტი. სახელმწიფო სტამბის დამაარსებლის, გამოჩენილი კანონმდებლისა და რეფორმატორის, მეფე ვახტანგ მეექვსის დაბადებიდან წელს 350 წელი შესრულდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ამ თარიღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ვახტანგ მეექვსის გაცემული საბუთები, ავტოგრაფები, ლექსთა კრებული, ხელნაწერები, პირველი ქართული სტამბის ძველნაბეჭდი წიგნები და მეფის სახელთან დაკავშირებული სხვა მრავალი დოკუმენტი. მეფე ვახტანგ მეექვსის დაბადებიდან 350 წელი სრულდება წელს და ეროვნული არქივი, რომელიც დაწესებულება, რომელშიც უამრავი მასალა ინახება მეფე ვახტანგთან დაკავშირებული, რასაკვირველია, საგანგებო ღონისძიებით ხდება ამ იუბილეს. ეს არის მშვენიერი გამოფენა, რომელშიც წარმოდგენილია მასთან დაკავშირებული ხელნაწერები, ისტორიული საბუთების არქივო მასალა და ასე შემდეგ. ეროვნული არქივი ვახტანგ მეექვსის 350 წლის იუბილეს გამოფენასთან ერთად მეათე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციითაც გამოეხმაურა. სახელწოდებით არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა,
ტენდენციები და გამოწვევები. პროექტის ფარგლებში ცალკე სესია დაეთმო მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მე-10 საიუბილეო წელია, რაც სტარტდება ჩვენი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია არქივცოდნეობა, წყაროსცოდნეობა, ტენდენციები და გამოწვევები. ტრადიციულად უამრავი მომხსენებელი გახლავთ. საგანგებო ადგილი კონფერენციაში დაეთმო და ერთი ძალიან დიდი სექცია დაეთმო მეფე ვახტანგ მე-6-ოსთან დაკავშირებულ მოხსენებებს და ჩვენ ამ იუბილეს ამ კონფერენციითაც შევხვდით. კონფერენცია, რომელშიც 160-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს, მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევების წახალისებას, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის სიახლეების და გამოცდილების გაზიარებასა და ეროვნული არქივის სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას. დაბრუნდით ეთერში 19-21 სექტემბერს გალობის უნივერსიტეტის გუნდი იტალიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობდა. ახალგაზრდების საერთაშორისო წარმატებაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. გუნდის წევრები თავად მოგვიყვებიან, მოვისმენთ მათი შესრულებით მუსიკალურ ნომრებსაც, შემოგვიერთდნენ გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდის ხელმძღვანელი ანა ლოლაშვილი და გალობის უნივერსიტეტის ლექტორი ნიკოლოზ მესხორაძე. დილომშვიდობისა. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმრები. როგორც მოვახსენეთ მაყურებელს, 19-21 სექტემბერს თქვენი გუნდი გალობის უნივერსიტეტის მონაწილეობდა იტალიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე. მეტი დეტალის შესახებ, რომელსაც გსურთ დაიწყოთ, რომ მოგვიყვეთ.
ვინ იღებდა მასში მონაწილეობას თქვენთან ერთად და ყველა დეტალი, რაც მნიშვნელოვანია და უნდა იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ გალობის უნივერსიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო ფესტივალებში, გაცვლით პროგრამებში და სწორედ აი ამ პროგრამის ფარგლებში გალობის უნივერსიტეტს გუნდს მიეცა შესაძლებლობა, რომ მიგვეღო მონაწილეობა იტალიის საერთაშორისო ფესტივალში, რომლის სახელწოდებაც გახდათ ძველი ფესვები. ეს ფესტივალი გაიმართა სან-პაულუ ალბანეთში, მთიან იტალიაში და მასში იღებდა მონაწილეობას მხოლოდ ორი ქვეყანა, საქართველო და იტალია. ეს ფესტივალი უკვე მეშვიდედ იმართებოდა იტალიაში, სან-პაულუ ალბანეთში და ჩვენ გვერგო პატივი, რომ წარმოგვედგინა საქართველოს კულტურა, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები და აი ამ ფესტივალის ფარგლებში გალობის უნივერსიტეტმა გამართა სოლო კონცერტი. დიახ, და რა წარუდგინეთ მსმენელს დამსწრე საზოგადოებას რა ნიმუშები? კადრებშიც ვისმენთ და ხედავთ. დიახ, ჩვენ მრავალფეროვანი რეპერტუარი გვქონდა წარმოდგენილი სოლო კონცერტზე, თითქმის ყველა კუთხის ნიმუში შევასრულეთ. ასევე გვქონდა ვორქშოპები, შევასწავლეთ იტალიელებს ქართული მუსიკა, გვქონდა ტრადიციული მუსიკის ვორქშოპი, ასევე შევასწავლეთ ფერხულები, აჭარული ცეკვა და ძალიან მრავალფეროვანი. როგორ ითვისეს ხო, მეც ეკითხვა გამისცა. ძალიან მარტივად სხვათა შორის და მოხდა ძალიან ალბათ ფოლკლორისტვის და ჩვენი ფოლკლორისთვის დამახასიათებელი რამ, როცა გქონდა კონცერტი, იქ იყო გათვლილი კონკრეტული რაღაც დრო, რა დროშიც მიმდინარეობდა ეს სხვადასხვა ანსამბლებს უნდა წარმოედგინათ მათი რეპერტუარი, როცა შევასრულეთ ჩვენ, რაღაც საოცრად მათი დრო შეიმცირეს და მოგვცეს ჩვენ დრო, რომ ჩვენი რეპერტუარი სრულიად წარმოგვედგინა და ძალიან მარტივად სხვადასხვა, რადგან იქ ძირითადად იყო ფოლკლორული საზოგადოება, ამ საქმით დაინტერესებული ხალხი, მოხდა ჩვენი გაცვლა ინფორმაციები ჩვენ როგორც ანამ უკვე აღნიშნა, შევასწავლეთ ჩვენი სიმღერა, ჩვენი ფერხული, მათი კულტურა წარმოგვიდგინეს, რომელიც მე ვფიქრობ, იყო ძალიან საინტერესო და საინტერესო იყო როგორი დიდი ენთუზიაზმით, როგორი დიდი ემოციით გვიყვებოდნენ მათ კულტურაზე, მათ წესებზე, ადათებზე, იმაზე, რასაც ჩვენ ვესაუბრებოდით და მოხდა ის გაცვლა და ძალიან კარგი დღეები გავატარეთ იტალიაში და ეს არის შეჯიბრი ფესტივალის სახით. კონკურსის სახი არ ხო. ფორმატი ასეთი გქონდა. წარმოგეჩინათ თქვენი კულტურა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აი ეს სოფელი, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, სან-პაულუ ალბანეზე მთის წვერზე იყო გაშენებული და ეს სოფელი გამოირჩეოდა გუდასტვირზე დაკვრის და დამზადების ტრადიციით. ან ჩასაბერი ინსტრუმენტია გუდასტვირი და ძალიან ბევრი გუდასტვირზე შემსრულებელი ცხოვრობდა აი ამ სოფელში და ეს სოფელი იყო ცოცხალი ტრადიციების მატარებელი და კიდევ უფრო საინტერესო იყო ჩვენთვისაც, დიახ, მათი ტრადიციების გაცნობა, ასევე ჩაგვიტარის მასტერკლასი მათ. თქვენ როგორ აითვისებთ? და მოგვიყვეს თუ როგორ ამზადებენ თავიანთ გუდასტვირს. და არ ქონდათ ჩვენს მსგავსად მხოლოდ ერთი სახის გუდასტვირი, ორი სახის გუდასტვირი გაგვაცნეს და ძალიან საინტერესო იყო მასზე დამზადების ტრადიციები. განსხვავებულია ჩვენისგან, ხო? განსხვავებულია. და თან ამ სოფლის მაცხოვრებლებისთვის ეს არის ყოველდღიურობა, ყოველდღიურობის ნაწილია. და უკრავენ 24 საათი ამ გუდასტვირს და მათთვის ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება და როგორც ამბობენ, ამით დიდ შვებას ნახულობენ და უბრუნდებიან იმ თავის ფესვებს და იმ ფოლკლორს, რასაც ფოლკლორი ქვია, რაც წინაპრებმა მათ დაუტოვეს და ძალიან საინტერესო იყო ამ ხრივ. მარტივი იყო თუ არა ამ ინსტრუმენტის გამოყენება თქვენთვის თუ სიმართლე რომ გითხრათ, არც ისე მარტივი, იმიტომ რომ საკმაოდ რთული ინსტრუმენტია, მაგრამ შეიძლება რომ დაუკრას ადამიანმა მარტივად ისწავლოს. როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი? უკვე გალობის უნივერსიტეტზე გადავიდეთ. საინტერესოა როგორ ითვისებენ სტუდენტები იმ რეპერტუარს, რასაც გუნდში თქვენ
ასრულებთ, მათაც აქვთ ალბათ შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად გაიანონ ხო თქვენთან ერთად. დიახ, გალობის უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, რომ იმღეროს გუნდში, მიიღოს ესეთ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა, ჩვენ აქტიურად დავიწყეთ წელი და ყველა სტუდენტს, ასე ვთქვათ, ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა ასეთი სახის ფესტივალებში და ასეთი შესაძლებლობა ყოველს ექნება. სამომავლო გეგმებზეც მინდა გკითხოთ, ალბათ აპირებთ სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში ისევ მიიღოთ კონკურსსა თუ ფესტივალში მონაწილეობა. ამ კუთხით წინასწარ თუ ვიცით უკვე რამე გეგმა. წინასწარ, ისევ ამ იტალიაზე რო ვისაუბროთ, იქ როგორც გითხარით, იყო ორი ქვეყანა ვიყავით ჩვენ ჩასულები და დაგვხვდა იტალიელები და იქ იყო სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი. როცა მოისმენეს ჩვენი ფოლკლორი, დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ჩავსულიყავით მათთან და მათ კუთხეში, ანუ საიდანაც ისინი იყვნენ წარმოშობით სხვადასხვა სოფლებში, სხვადასხვა ქალაქებში, ვემღერა და მათთვისაც ჩაგვეტარებინა ერთი კონცერტი. ეს ვიცი, რომ რაღაც დავკვირდით, რომ აუცილებლად ჩავიდოდით და ვაჩვენებდით კიდევ ერთხელ ჩვენ ფოლკლორს და უმღერებდით მათ. მაგრამ ეს კონკრეტული გეგმები ალბათ გალობის უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს ამ კუთხით, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტები იგეგმება. წინასწარ გამიჭირდება თქმა, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ გაცვლით პროგრამები გალობის უნივერსიტეტში აქტიურად და რაც შეეხება გუნდში წევრების შემოტებას და მიღებას, ეს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთონ, თუ არის რაც გარკვეული პერიოდები გამოცხადებული, როდესაც მოხდება მიღება. მიღება უკვე გქონდა, როგორც აღვნიშნე, ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, რომ იმღეროს გუნდში, წარმოაჩინოს თავიანთი ნიჭი, წარმოაჩინონ, ასე ვთქვათ, რეალიზება მოხდეს მათი შესაძლებლობების და რეპერტუარიც ყოველთვის მათი არის მორგებული მათ შესაძლებლობებზე. გუნდში მიღება უკვე, ასე ვთქვათ, დავასრულეთ და გუნდი დაკომპლექტდა სრულებით გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებით. ვიცით, რომ უნდა მოვისმინოთ თქვენი შესანიშნავი ხმები, თქვენი სიმღერა, ვიდრე ანა გვეტყვის რა სიმღერას თქვენ რო გადაინაცვლეთ ჩვენს სცენაზე, შევუერთდეთ თქვენს გუნდს და მანამდე ანასგან მოვისმენთ, რას შეგვისრულებენ ახალგაზრდები რა სიმღერას და ვის სიმღერას, ასევე თუ შესრულდება მეგრული სიმღერა ვენგარა. დასაძინებელი მე. დიდი სიამოვნებით გისმენთ.
რასი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელი დატკბა დილიდან. შენ როგორ მოგეწონას მეგრული შესრულება? ძალიან მომეწონა მეგრულ სიმღერას კიდე თავისებური სიტყვა. რა თქმა უნდა, ნამდვილად. ახლავს ნამდვილად და ისე ვერ გაგიშვებთ თუ კიდევ ერთ სიმღერას არ შემოგთავაზებთ. დარწმუნებული ვარ მაყურებელიც ელოდება და რა სიმღერა შესრულდება? დიახ, ახლა შესრულდება მერის სული და ხეტყის ნედური. ისევ გისმენთ დიდი სემუნებით და მოიმატა რაოდენობამაც, ხო? გუნდის რაოდენობა. გისმენთ სიამოვნებით. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა მარაჩვეულებრივი განწყობისთვის და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელიც ცეკვაც გვისმენდა. გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდის ხელმძღვანელი ანა ლოლაშვილი და გალობის უნივერსიტეტის ლექტორი ნიკოლოზ მესხორაძე იყვნენ გუნდთან ერთად ჩვენი სტუდიის სტუმრები და ამ ხიარულ ნოტაზე შესანიშნავი განწყობით დასრულდა ჩვენი გადაცემა და გემშვიდობებით. სოფიო კუჭავა და გეგინე მსიწვერიძე მუშაობდით თქვენთვის. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. ნაყოფიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ და ხვალამდე გემშვიდობებით. ხვალამდე.